ჰელიკობაქტერი ცხოვრობს კუჭის ქვედა მესამედში. თუ რა თქმა უნდა არ მოხდა ისე, რომ ხელი შეეწყო მის გამრავლებას. ხელი შეწყობა გულისხმობს კუჭის სიმჟავიანობის მომატებას. უმეტეს შემთხვევაში რეფლუქსის, ნახველის უხარისხობის გამო, ადის ნაღველი კუჭში, ნაღველი ტუტია, რა თქმა უნდა კუჭი უფრო აქტიურად გამოყოფს ჟავას და საბოლოო შედეგად სიმჟავიანობა კუჭის მატულობს. და როგორც კი ადის გაცდება ქვედა მესამედს ჰელიკობაქტერი, იწყება დისკომფორტი, მეტეორიზმი, ტკივილი კუჭის და მსგავსი მოვლენები. ლაბორატორიულადაც არსებული გავრცელებული მეთოდებით ჰელიკობაქტერი რეგისტრირდება და იძახიან, რომ ადამიანი ავათა ჰელიკობაქტერით. სამწუხაროდ კომერციული მედიცინის, პროტოკოლური მედიცინის სპეციალისტები არ აფრთხილებენ ადამიანს, რომ კი, ახლა ჰელიკობაქტერს გათუნავს, ამა თუ იმ ანტიბიოტიკით კომბინაციით და რაღაცა პერიოდით ადამიანი თავს კარგად იცნობს. მაგრამ ჰელიკობაქტერი სრულედაც რო გაანადგურა კუჭში, იოლად მოხდება ისევ ადამიანის კუჭში, უმეტესწილად სასმელი წყალია ჰელიკობაქტერის წყარო. რამდენიც არ უნდა ქლო, რომ მაინც გაგეპარება. კოცნისგანაც გადადის და ზოგიერთი ახალგაზრდა გოგონა თუ ახალგაზრდა ვაჟი ამის გამო წვეთს ურთიერთობებს, აღარ დადის პაემნებზე, რომ არ გადადოს სხვებს. ხდება სხვათა შორის არ ხუმრობა. ხდება ეს და სირცხვილი იმ ესე ვთქვათ, ექიმებს, რომელიც რო გადადის კოცნით, არ მიაყოლებს, რომ უფრო ხშირად სასმელი წყლით გადადის და ვერ დაიცავ თავს ჰელიკობაქტერით. ესეც უნდა მიაყოლოთ. ბატონო, პროტოკოლური მედიცინის სპეციალისტები. თორე ხედავთ, მართლა ახუმრობა ესეთი ძალიან ცუდი ფაქტებიც ხდება. იატროგენია ქვია ამას. დიახ, ხო და ჰელიკობაქტერი გამრავლებას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელს უწყობს სიმჟავიანობის მომატება. ხელს უწყობს რეფლუქსი. ხელს უწყობს შესაბამისად ნახველის ხარისხის დაქვეითება. ამიტომაც აუცილებელია იმკურნალებთ ჰელიკობაქტერზე, არ იმკურნალებთ ჰელიკობაქტერზე, აუცილებელია ნახველის ხარისხის გამოსწორება სწორი კვების პირობებში და ჰელიკობაქტერის გამწვავება იქნება ძალიან იშვიათი და ძალიან ნაკლებად უпростоრად შემაწუხებელი. ასევე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ საკვებმა არ გაუღეზიანოს ადამიანებს სანაღვლე გზები. სანამ ბენდუქიძე მოსპობდა სამსახურებს, რომელიც ამას მეთვალყურეობდნენ, იმ ქვეყნების სიაში ვიყავით, სადაც ჰელიკობაქტერის გამწვავება გამოწი 40% მოსახლეობას თუ შეაწუხებდა და დღეს იმ ქვეყნების სიაში ვართ, რომელშიც 60% და მეტი ადამიანი ერთხელ და მეტჯერ იყო ჰელიკობაქტერის გამრავლების მსხვერპლი. ამიტომაც სახელმწიფომაც მე რამდენჯერ ვიმეორებ, უნდა აღადგინოს არა უბრალოდ უხარისხო საკვები თვითონ ვადაგასული და ასე შემდეგ, არამედ ზოგადად პალმის ზეთის საწინააღმდეგო, ქოქოსის ზეთის საწინააღმდეგო და უამრავი ფრუქტოზის საწინააღმდეგო საკვებში რა უნდა ხორცში რა უნდა ფრუქტოზას, ხო? უნდა აღადგინოს კანონები და ახალიც მიიღოს, რომ ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს შხამ პროდუქტს, არ იქნას გაყიდვაში არც ერთ მაღაზიაში და
არცეთ ბაზრობაზე. და ჰელიკობაქტერის გამრავლება იქნება დაყვანილი მინიმუმამდე. შესაბამისად, ჰელიკობაქტერის გამწვავებაც იქნება ნაკლები სიხშირით. ამას თუ დაემატება სწორი კვება, თითქმის გამორიცხულია, რომ ჰელიკობაქტერი გამრავლდეს, რადგან კუჭის სიმჟავეობა იქნება ნორმალური. იყავით ჯამთელნი.